ბათუმში სამი თვეა რაც დავბრუნდი უკვე. მანამდე გერმანიაში ვცხოვრობდი, ქალაქ ბერლინში. ამათი და კონფლიქტი მომდის ამ სამი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვაწყდები ამ პრობლემებს. აი, ყოველ წუთს არის ეგ პრობლემები, რომ აი შუშუმ პირს მიმართავენ როგორც ინვალიდს. აქამდე ეგ ნამდვილად არ იყო ინვალიდის ტერმინის გამოყენება მე აქ დავიბადე ბათუმში, აქ გავიზარდე, არც მსმენია მაგათგან, მაგრამ ნაგერ 3 დღეს უკან გავიგე, მძღოლმა შემეკამათა იმასთან დაკავშირებით, რომ ინვალიდი ხარო და დროზე უნდა გამაფრთხილო, სად ავდივარ და სად ჩავდივარ. რა თქმა უნდა, იმასაც ვეუბნები, რომ ასვლისას სად ჩავდივარ, მაგრამ არ ვიცი, ყურადღებას აღარ გვაქცევენ იმ დონეზე, რა დონეზეც მანამდე იყო, მაგალითად 2018, 2019, 2020 წლები. დღეს ეს აღარ არის ნამდვილად უკვე აი დედას ვიცავარ შოკში ვარ მძღოლებთან დაკავშირებით რომ აი რატო იქცევიან ესე ან შვილები არ ყავთ ოჯახში რატო უნდა მიმართოს ახალგაზრდა გოგოს თუნდაც მამაკაც ასაკის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს ახას არ უსვამ უბრალოდ რატო უნდა მიმართოს ინვალიდს ვერ წაგიყვან ან პანდუს ვერ გაგიხსნი ან ადგილი არ მაქვს და შემდეგს დაელოდე. ევროპაში ეგეთი რაღაცები არ ხდება, იმიტომ რომ განკუთვნილი არის შუშუმ პირის ადგილი ავტობუსში. იქ ყველა ვარიანტი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი უნდა იყოს იქ. იქ განკუთვნილია, რომ ეტლით მოსარგებლის ადგილი არის, ეტლით მოსარგებლისა და ის უნდა გაიყოლოს ან წაიყვანოს. აქ ეგრე არ ხდება. სრული უპატივცემულობა არის შუშუმ პირების მიმართებაში და გადაუმზადებლები არიან საერთოდ რასაც ხედავ კატასტროფაა. რა ვეუბნები რომ რატო არაჩერებს სწორად ავტობუსს ტაბლოს იყენებს მიზეზად იმის გამო რომ აი სარკე რო სწორად გააჩეროს ავტობუსი მაგას წამოდებს სარკე და გაუტყდება სარკე და მერე ჯარიმას თვითონ იხდის. ამიტომ ვერაჩერებს თურმე მძღოლის სწორად ავტობუსს და მე ეგეთი რაღაცა ევროპაში არ მინახე. მე უნდა ჩავიდე ჩემით არა ვინმე ამწიოს ეტლით და გადამსვას. მე ხო ნივთი არა ვარ თქო და მე ინვალიდი იყავიო არ ვიცოდიო და ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია მე წარმოიდგინე ავტობუსში იმდენი ადამიანის ხედან და ჩვენ იმაზე ვბრძოლობთ რომ შუშუმ პირს არ მიმართოთ ინვალიდის სიტყვით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძით და თურმე აქ პირიქით არის იმისთვის რომ ინვალიდი უნდა იყოს ინვალიდი და ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ავწიოთ და უნდა გადავდგათ თითქოს კარად ავიყოთ რაღაცა არ ვიცი შინელებაა მე მოიხადა ბოდიში მაგრამ როცა 20 ადამიანი ისმენს ამ სიტყვას შენ რომელ იმაზე უნდა ისაუბრო რომ ადამიანებმა ეს სიტყვა დაივიწყონ ხო არასოდეს არ დავიწყდება მე არასოდეს არ დამავიწყდება ეგ შემთხვევა რომ როცა ამდენ ადამიანის წინაშე მოგმართავს მძღოლი ინვალიდი ხარო. იყო გადამზადებები ეს არასამთავრობოებებისგან, რა თქმა უნდა, მეც მონაწილეობდი არაერთ მძღოლების გადამზადებაში, მიმიღია მონაწილეობა და დღეს ის შეიცვალა, რომ ხალხმა მძღოლმა არ იცის შუშუმ პირს როგორ მოემსახუროს. ისედაც სულ ჭყლეტვა არის ავტობუსებში და ლოდინი მიწევს ავტობუსისა იმისა, რომ მაგალითად მივდივარ მეჩქარება სადმე და ჭყლეტვა და ხალხის გამო ვერ ავდივარ. ხო უნდა იყოს ამაზე შესაბამისმა სამსახურმა მიიღოს კანონი, რომ ეტლით მოსარგებლის ადგილი არ უნდა იყოს ჩანთებით დაკავებული გამოყენებული ჩემი ადგილი ჩანთებმა არ უნდა დაიკავოს. ეს ჩემთვის დისკომფორტს ქმნის და რა ვიცი, ეგრე ევროპაში არ ხდება. ჩემი ადგილი არის ჩემი. რა ადაპტირებული გარემო, გადათხრილი ქუჩები, ეტლით მოსარგებლეს შეუძლებელია გადაადგილება თუ არავინ ან მეგობარი ან ოჯახის წევრი არ ახლია უცხოს რამდენს თხო რომ დამეხმარე ხო ფიზიკურად ვერა გაგიყვანეს 1 მეტრს იმაზე მეტი ვერა 2 ავტობუსი გამოვიცვალე იმისთვის რომ აქამდე მომეღწია და მოსულიყავი და რთულია შუშუმ პირისთვის გადაადგილება ეტლით მარტო დამოუკიდებლად მიუხედავად დღეს რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები მაგრამ ამაში არავინ არ გვიწყობს ხელს და არავინ არ გვეხმარება თუნდაც ბორდიულები ხო გააკეთეს თითქოს დაადაპტირებულია დამოუკიდებლად გადაადგილდეს ეტლით მოსარგებლე არ არის სრული ადაპტირება ამასთან დაკავშირებით მექანიკური ეტლით ვერ გადაადგილდება ეტლით მოსარგებლე თუ არავინ დაეხმარა მას და რა თქმა უნდა ეგ არ არის კარგი მე
მაქვს იმის უფლება, რომ მარტომ გადავადგილდე და თუნდაც გავისერინო, თუნდაც სადმე წავიდე, ხო? არ უნდა მჭირდებოდეს დამხმარე, იმისთვის, რომ ბორდიულებზე ვერ ავდივარ და არ მომიწიოს ცენტრალურ გზაზე სიარული. არ გვითვალისწინებენ საერთოდ არაფერში, სამწუხაროდ.